სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიება სახელწოდებით ფიესტალონია ჯორჯია 25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალში ჩაერთო 12 ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში სამი ქართველი ხელოვანი გრან-პრის მფლობელი გახდა. ფიესტალონია ჯორჯია ესპანეთის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის კომიტეტის ფიესტალონია მილენიოს ინიციატივით შედგა და იდეის ავტორთა განცხადებით ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა შეკრებილი ხელოვანები დალოცა და მათი ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ძალიან გამიხარდა, რომ პატრიარქმა გამოიხატა სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაერთოდეს ყოველ წელი აქ საქართველოში, ფიესტალონია ჯორჯია. და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შესულა იყო და ჩვენი ჟურის წევრები, ესპანელები ძალიან მსვლელები ამოდიოდნენ თვალებიდან, როდის იყვნენ ერთად და ახლოს პატრიარქთან. ფიესტალონია ჯორჯია, ეს გახლავთ ფიესტალონია მილენიოს წარმომადგენლობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტი საქართველოში. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ესპანეთში ტარდება უკვე მრავალი წელია და ტრადიციულად ქართველი მონაწილეები, როგორც ხდებიან ამ ფესტივალის მონაწილეები, ასე ძალიან ხშირად გამარჯვებული. ამიტომ ამ ფესტივალის ადმინისტრაციამ გადაწყვეტა, რომ წელს თბილისში გაეკეთებინა ამ ფესტივალის, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ჯგუფი, სამუშაო და წლევანდელი წლიდან იღებს სათავეს ფიესტალონია ჯორჯია, რომელიც ყოველ წელს ჩატარდება და ამით დასაბამი მიეცემა ევროპის და მსოფლიო კულტურათა განვითარებას, ასე ვთქვათ, მათ ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენს ხელოვნებასთან. სამი დიდი ანსამბლი ყავდა გაყვანილი ამ ფესტივალზე ესპანეთში, სადაც მათ აჩვენეს უდიდესი შედეგი და დიდ წარმატებას მიაღწიეს. სპეციალურად იყვნენ შერჩეული ისეთი ანსამბლები და ისეთი მონაწილეები, რომლებისთვისაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი აქტივობა და ჩართულობა. მე ამაყივარ იმით, რომ ერთობლივი თანამშრომლობით სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩვენ შევძელით ამ ბავშვებისთვის ძალიან დიდი სიკეთის გაკეთება და მათთვის ეს არის ძალიან დიდი мотивация. ფესტივალი ამ საერთაშორისო კონკურსმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. გამაუცა საქართველოს კულტურამ და იმ ნომრებმა, რომლებიც ვნახე, მაგრამ ყველაზე საოცარი ამ ქვეყანაში ხალხია. მათი კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა გამორჩეულია. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ჩემი გული სიყვარულითა და სითბოთი აავსო პატრიარქმა. ფესტივალმა ძალიან საინტერესო ჩაიარა, მაგრამ მინდა გამოვარჩიო გრან-პრის მფლობელი ნიკოლოზი, რომელიც საოცარი მუსიკოსია. პატრიარქთან შეხვედრა კი სიტყვებით გადმოსაცემად რთულია. შთაბეჭდილებებით სავსე ვარ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 28 ოქტომბერს ღირს 6 ახალს თესალონიკელს მოიხსენიებს. წმინდანი გალატიიდან